ეს 26,000 ფაილი უნდა ამოწიოს და საჯარო ჩვენებები უნდა მოეწყოს მთელ საქართველოში. მთელ საქართველოში საჯარო ჩვენებები კინოთეატრებში უნდა აჩვენონ ხალხს, რას აკეთებდნენ ესენი, როგორ აუპატიურებდნენ კაცებს, როგორ აუპატიურებდნენ ქალებს, როგორ აუპატიურებდნენ ერთმანეთს. ხოდა ეს უნდა იქნას ეხლა მაშინ ეხლა პორნო ინდუსტრია აყვავდება საქართველოში. მაგეთი რომ გავუშვა Warner Brothers და ის რაღაცა ისინი რომ არის რაღაც არ ვიცი ეგ პორნო სტუდიები რაცა ყველა უნდა დაიხუროს მაშინ. ეგენი რომ გავუშვა ესე იგი საქართველოს შეიძლება პორნო ინდუსტრიის მექად იქცეს, იმიტომ რომ ეხლა ეს ხო კარგად ვიცი მართლა რატო სხვაზე არ იძახიან. ერეს ტელესექსდივები ბოდიში და ერთ-ერთი ტელემყეფარე ჟურნალისტი რო ვერ დააკმაყოფილა სააკაშვილმა ადგა და ბოდიში და ისეთი იმამდე მიიყვანა მდგომარეობამდე რომ ოპერაცია დაჭირდა და მე რო გაჩუმებულიყო მანქანა აჩუქა, ბინა აჩუქა და იმიტომ არიან ესენი ტყვეები არიან სააკაშვილის. აი იმიტომ უნდა გამოძიებულიყო. მე მეცოდებ ახლა დაშანტაჟებულია ზოგიერთი, იმიტომ რომ ეხლა ის მან რა ქვია ტყილა გახდა ის რა ქვია თეადეიშვილი მაინც ვერ ნახა სააკაშვილი გარეთ. გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო. გადავწყვიტა ისევ მიშა დაგიწახოთ. საქართველოში ალბათ იცით რომ მხოლოდ დიდ მოღვაწეებს მოიხსენიებენ სახელით და ეს ფამილარობა კი არა, სამუდამო აღიარების და სიყვარულის დადასტურებაა. ხოდა მიშა ზოგმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ზოგმა კუჭით აი ის ხდა რა ქვია კუჭის ოპერაცია რომ ეხა ქალი გამოდიოდა პირდაპირ ეთერში თეადეიშვილი ხვლენა ხვევშნა კროშ ის რა ვიცი კრუსუნისმოდა რო კითხულობდა იმას რა ქვია ნამ იმას რა ქვია წერის პირდაპირ ეთერში ლამის ორგაზმი დაემართა სამარცხვინოები არიან არ ვიცი რა იცი ძალიან ისეთი შეხმატკილებული იყვნენ ერთმანეთში და აქ იყო ასევე ეს კონჩიტების დედოფალი გახარიას ფავორიტი, გეი აქტივისტი ასევე ეს მეზვრიშვილი, რომელიც ასევე ნებივრობდა. რა ვიცი, კაცი თვალებს აპაჭუნებდა, მიხა სააკაშვილის მომხრეებს გავაქროფოდა ნაცებსო და ეხლა მისი გუნდით ჩართულია ამ გარკვეულ მოლაპარაკებებში, მშვილდაძეც იქ არის. ძალიან საეჭვო და ძალიან ეხლა ამათ ეხლა ამ საშინელების დროს იმ ცეცხლსა და კუნაპეთში, როდესაც ჩვენი პატრონი არავინ იყო, ფაქტობრივად და ამერიკელებმა წყალი და პამპერსი გამოგვიგზავნეს დასახმარებლად, ამ დროს გიული ალასანია მთელ თავის აი ამ ნაზირ ვეზირებთან ერთად დაოთხილი დარბოდა და იფორმებდა კომუნისტების მიერ აშენებულ პირდაპირ ვიტყვი სტალინის, დიდი სტალინის მიერ აშენებულ ქონებებს იფორმებდა და შეიჭრებოდა და მუსწავლებდა ტერს და გამარჯვებით ბრუნდებოდა. აი ესეთი სარდლები გვიყვარდა და კინოფილმებშიც მაია წყნეთელი იყო თუ გიორგი სააკაძე იყო თუ რა ფილმებსაც იღებდნენ მაშინ ყოველთვის გვიყვარდა დიდი სარდლები და აი ესეთი საქციელის მქონე ადამიანი რომელიც თავის ხალხს ღეჭავდა სოფლიოში მოგჭრა თავი მიწაზე რო ხოხავდა თავარსარდალი და ზევიდან რომ რაღაცებს აფარებდნენ და ახტებოდნენ და go ჟურნალისტებს უყიროდნენ თავი მოგჭრა და ქალი რო იყო ასეთი ადამიანი როგორ შემიყვარდება არ ვიცი თუ არა ვარ შეურაცხად ესე იგი ახლა ეს კაცი გამოდის კაცო ეს ბერდია სიჭინავა რო არის ადრე რო ისა მიცვალებულების სიას რო კითხულობდა კოვიდ პანდემიის დროს ეხლა მოიშვა წვერი მოუშვია და ეხლა მსოფლიო პოლიტიკას არჩევს რა მაგალითად რაღაცა მაინც დალიოს კუჭი მაინც აეშალოს 1.15 წუთი თუ თავს არ მოიკლავს გუშინ ერთ-ერთ ტელესტუდიაში ისე გაფანძდნენ რომ ნანკა კალატოზიშვილი რო საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე ლაპარაკობს ეს ბოდიში და ერთ ადგილას აფეთქებული აფსნაძე ერთ რო გამოვა და კიდე რაღაცა იმებზე გლობალურ პოლიტიკაზე ილაპარაკებს. ხალხი აღარ აყავთ. გუშინ ერთი სტუდიაში ქალბატონი ჩამივარდა ეთერიო პროდიუსერმა დაურეკაო და არავინ არ მოვიდაო. იმიტომ რომ უკვე გაკოტრებული არიან, გაბანძებულები არიან და არ ვიცი, თავს ლაფი დაესხათ უკვე და დოკუმენტაცია არ არსებობს. ხოდა, ნუ არ ვიცი ახლა. თქვენ ამხელა ფართობები მიუტაცებია და ამხელა რაღაცები
ეთყობა გასამზითებლად ემზადებოდა ეს ხალი და ეხლა ბატონო დიტო თქვენ თქვით რომ ეხლაო ისაო საიდან აქვთ ეს ქონებაო და ეხლა მე იცით რა არის ეხლა პირადი ცხოვრება ნამდვილად არავისი არ მაინტერესებს მაგრამ ეხლა ეს პირადი ცხოვრება პრეზიდენტის ოჯახს რო ეხება ეს უკვე თვალთახედვის არეში ექცევა ყველას იმიტომ რომ ეხლა სიტყვაზე ეხლა ჩემი მეზობელი მაყვალას პირადი ცხოვრება სულ არ მაინტერესებს რამდენი საყვარელის უნდა ყავდეს და ვისთანაც უნდა გაიაროს მე არ მაინტერესებს ის მაგრამ ეხლა ეს ქალბატონი არ ვიცი ადრე ამერიკელებმა გადაიღეს ესეთი ფილმი დევიდ პალავინი ნიდელი მიკი რურკი და კიმ პესინჯერი მონაწილეობს და მე არ ვიცი ეხლა შეიძლება მსგავსი ფილმი სხვადასხვა სათაურით გადაიღონ უკვე სააკაშვილის აი ქალბატონს დედაზე იმიტომ რომ ეს ქალი არ ვიცი ეხლაც არ ცხრება მისი ვნებები ხან ჩალაძეო ხან ისაო ხან თურქებიო ხან ისაო და რატო გამორიცხავთ რომ აი ბოდიში და მისი აი ბოდიში და საყვარლებისგან და ბოიფრენდების გადააქვს ეს 30 მილიონი რატო დისკრედიტაციას უწევთ ამ ქალბატონს ვერ გავიგე იქნება მათგან მიიღო ეს ფული ეხლა ქალბატონი გიული ისე გავს კიმ პესინჯერს როგორც ჩალაძე არის მიკი რურკი რა ხო აფრა ეს ხო არ ვიცი თავარია გამოდიოდნენ ექიმები და ამბობდნენ რომ დემენცია აქვსო კახექსია აქვსო ისეთ რაღაცებს ამბობ ბოლო დასკვნა მახსოვს ესე იგი ფსიქიკის ჩამოშლა და მე ეს განაცხადა ვალერი გელბახიანმა აქუს ტელევიზიაში ფსიქიკის ჩამოშლა აქვსო ვეძებე ხა მე მედიცინასთან ცოტა ახლოსა ვარ ქალიშვილიც ექიმი მყავს მეუღლეც ექიმი მყავდა ვეძებე ესეთი დაავადება არ არსებობს ანუ არ არსებულ დაავადებებს იგონებდნენ რომ სააკაშვილი როგორმე გამოეშვათ და ეხლა მშვენივრად არის სააკაშვილი მე რაც მახსოვს 2002 წლიდან ვიცნობ რას თბილისის საკრებულოში ერთად ვიყავით არჩეულები იმ დროიდან სულ იმას ჩივის რომ წონაში დაკლება უნდა შვენიერ წონაზეა წონაშიც დაიკლო შვენივრად გამოიყურება მორჩა კიდეც დაამარცხა ეს დემენციები და კახექსიები და გვამური ლაქები ქონდაო გვამური ლაქებიც მოიცილა აი ნახეთ რა ძლიერი ორგანიზმი ქონია ხო და ეხლა გამოვიდა და ისაო რა ქვია სხვისი ქონებისო ისაო მიტაცებაო არავის არ შერჩებაო ეს უსინდისო მე არ ვიცი ეხლა ეს მამუკა ხაზარაძე აი ამ ღმერთზე რო ლაპარაკობს ასე მგონია რომ ისა პორნოვარსლავი ჩიჩოლინა გამოვიდეს და ქალწულობის დაცვის ინსტიტუციის დაცვაზე ილაპარაკოს რა ანდა რო ახლა ელისო კილაძე ლაპარაკობს ისა ორავერი შეწყვეტს ერთი ორიანში ნახეს ვიღაცა მამაკაცთან ერთად გამოიჭირა პოზიტივიმ და იქ ესე იგი როცა აქციები მზვინვარებდა ეს ქალბატონი ისვენებდა და მე არ შეგარჩენთო ჩემი უფროსის აი ამ გალახვასო და არ ვიცი ხლა რაღაცა საიდუმლო იარაღი აქვს ეთყობა მას და რა ვიცი ნათია მეზრიშვილი კიდე კაი ბაბუცა პატარაიესთან ერთად არ გამოიჭირეს ხო აი ეგ არის უბრალოდ ტრაგედია ეს ასაცილო კი არა სატირალი არის ბატონო ნიკოლოზ ესე იგი ქალი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ესე იგი LGBT აქტივისტი ბაბუცა პატარაია არის მაგის ძმაკაცი თუ დაქალი ახ ვერ გავიგე ხა ეგეთი რას კეცის წარმომადგენლები არიან მაგას ესე იგი მე არ ვიცი ახლა ამას სპეციალური კვლევა ჭირდება ალბათ ვინ არიან ეს ხალხი ესე იგი ქალი რომელიც იყო თუ კაცი რა ვიცი ახლა მე ხან კაცი მგონია მაგალითად რო გამოვა პიჯაკს რო ჩაიცმევს ნათია მეზრიშვილი ხან მგონია კაცი მაგრამ ნუ ჩავთვალოთ რომ არის ქალი კარგი ნუ ჰიპოთეტური ქალი ანუ ნათელა დღეს ხართაშორის გელაზე დელაშვილმა დაწერა მაგრამ რომ ნათელა აბობოქრდაო რა აი ფატო ხო აი ნუ არ ვიცი აი გაუგაიფთის სხვა ტრიალებს ჩვენს გავს რა გეუბნები მაგრამ რატომ არის გარეთ 50 მილიონის შემთხვევები ხალსტუხიანი ღორი გიგი უგულავა რატომ არის გარეთ მილიონების შემთხვევები აფერისტი შულერი და კოკოითან ერთად ტყეში მონადირე
ირაკლი ოქრუაშვილი. ქვეყანაში, რა ვიცი, გუშინ ორკაციანი გაფიცვები იყო, იგძენი თქვენ რამე გაფიცვა ქვეყანა. მე მეგონა მთელ ქვეყანას პარალიზებას გაუკეთებდნენ და რაღაცა სამი კინკილა კაცი გამოიყვანა ოქრიაშვილმა PSP საფთიაქის თანამშრომელი და რაღაცა ბაზრობიდან და იმიდან ოფისებიდან გამოყარეს 5-5 კაცი და რო კითხო მთელი ქვეყანა გაფიცეს ამათ, რა. აი ესეც მათ სამარცხვინო და უძღეურ და არაფრის მომცემ რაღაცა გეგმებზე მეტყველებს. ესე იგი, წაქცეული, აი ვაგზლის ბომჟები რო არიან გაგორებული ტალახში, აი ეს სამარცხვინო ბურატინო რა. ბურატინო იყო პინოქიო, კეთილი გუშინ წინ იყო 9 აპრილი. გუშინ წინ ჩვენ ვიხილეთ, რომ ქართველ აი ამ მესაჯდომეთა კოჰორტას შემატა კიდე რუსული ბანი პაატა ბურჯულაძე. ეს უკვე LGBT აქტივისტებში უნდა გავიყვანო ჩვენ, იმიტომ რომ ეგ იყო დირიჟორი იმ აქციის და ბოლოს აქციაზე გამოიტანეს დიდი პლაკატი, ქვია წინააღმდეგობა, დიდი პროცეულით იყო გამოსახული და ბატონო პაატა, მოგმართავ თქვენ რომ ისე არ წაიყვანოთ თქვენი საქმე რომ პროცეულის ოყნებით არ დაამთავროთ საქართველოში თქვენი მოღვაწეობა. თქვენ უბედურო და უთხეურო. ეხლა პროცეულზე გამახსენდა ერთ ადგილას აფეთქებული პროცეული შეარქვა აფსნაძეს რა, იმან რა ქვია ეს. ხო, ეს ირაკლი აფსანძე რო არის ეს სულელი. ეგ არის მაგათი სახე რა, ერთ ადგილას აფეთქებული პროცეულები რო ყავთ, პედური მოდელი რო არის, ხო იცი ყველა ერთმანეთში რო ცვლიან იმას რა ქვია, ეგენი ეგ ხალხია, თქვენ თუ გონიათ უჩაბაშიძეზე ნაკლები არის, ეგენი ძალიან ცდებით რა. ეგენი არიან ბოდიში და სწორედ უჩაბაშიძეები კუბში რა. ეგენი ცოლებსაც აქირავებენ და ერთ ადგილსაც აქირავებენ. ხო და თუ აქირავებენ და მაგათ ჯანში იყოს. ხო და რავი რა გითხრათ ჯანდაბადა არა რა გიკვირთ არა ეხლა ხო ქალაქია და ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი ეხლა ისე გაიკვირვებთ ეხლა თქვენი გამკვირვებია უჩაბაშიძეზე ნაკლები გონიათ ეგენი ერთმანეთში ცვლიან ბოდიში და რო დათვრებიან ერთმანეთს ცოლებს ერევიან და ბოდიში და რა ვიცი ზოგს ნათელა ქვია ზოგს მაყვალა იმ არ არის არავითარი ჟურნალისტი არც ინგა გრიგოლია არ არის არავითარი ჟურნალისტი ესენი იყვნენ სააკაშვილის სექს ქალები და რომლებიც იყვნენ აი ტრიაპკასავით ეყარენ ძირს მიშას კაბინეტში ან მისას კაბინეტის შესასვლელთან ბატონო დიტო გეხვეწებით არ გვინდა ისა ანის სუბელიანი რომელმაც გარყვნილი ცეკვა შეასრულა 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალზე რო აბობხდა იქა სატანასავით ეხლა იყო და იცავდა ისა რა ქვია 9 აპრილის ზეგთან არ უნდა მისულიყო თურმე ვინმე რუსები აი ანის ცნობილი ლესბოსელი ეს გარეწარი ეს გარყვნილი ეს ცოდვის ნაყოფი ეხლა რო იქ დადგება და ვინმეს ესე იგი უწინამძღვრებს ეგა და თურმე ეხლა ამან უნდა გასცეს ვიზა ანის სუბელიანმა აი ამ ესე იგი აყაროლებულმა ლესბოსელმა უნდა გასცეს ვიზა, ვინ უნდა მივიდეს ახლა 9 აპრილს იქა და ვინ არ უნდა მივიდეს და ისეთი ხლა მერე მოყვებოდნენ ესენი ხნავილს ხო წარმოგიდგენიათ და რა ვიცი წერილებს მიწერდნენ რა ვიცი მაკრონს იმას ამას და ნუ ახლა ეს ქალიც ხო ხედავა რა ეს სალომე ზურაბიშვილი რას და ემსგავსა ეს უბედური და დადის ახლა ნუ სოფლიო ტურნეში სოფლიო აი ჯაში მხოლოდ ქალიშვილები ბოლოს ეგ დადგება ვაგზალზე პანელზე რა იქ ხო იცი ცოტა არა ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან რომ მოგზაურობენ მატარებლით ესენი და ზოგს გათხოვება უნდა რა უნდა ამ ქალს რა უნდა ვერ გავიგებდი ახლა პრეზიდენტი აღარ არის ხო და დაათრევენ იქეთ აქეთ ხო და ნუ სადღაც დარჩება ალბათ და მოიწყობს რაღაცა ბინას და ეკნება ამდენი ქვეყნის აგენტია თვითონაც აღარ იცის და რაღაცა ხოხი ეკნება და იცხოვრებს ალბათ რა. არა მე რა არის სამწუხაროდ ისი ჟურნალისტები არიან ეს უწიგნურები ძუს და ხუს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. რა ჟურნალისტები ვინ არიან ესენი არიან გეუბნებით რომ ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის სექს მუშაკები რომლებსაც კონკრეტულ ტელევიზიებში აი მამაშებს რო ჩამოარიგებენ ხოლმე ისე ჩამოარიგეს რა. რა ჟურნალისტები, ისი ჟურნალისტიკა, ბატონ ნიკოლოზ, რა ჟურნალისტიკაზეა თქვა.